34 წლის წინ 1991 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო. ეს მოვლენა დღეს ეროვნულ არქივში აღინიშნა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ფინალური მატჩის ამსახველი ფოტოები, დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელების და მცველების მეგობრული შარჟები და საგაზეთო პუბლიკაციები. ექსპოზიცია დღეს გაიხსნა და 22 მაისამდე გაგრძელდება. თასების მფლობელთა თასის ფინალში დინამომ იენის კარცაისი, ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას მიერ გატანილი ბურთებით 2-1 დაამარცხა. შეიქმნა გუნდი, რომელსაც 5 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირში ყველაფერი მოვიგეთ, ისეთ გრამერთა ჰქონდა თამაში, როგორც იყო მილანის ინტერი, ლივერპული, ჰამბურგი და ამათთან თამაში დიდ გამოცდილებას ღებულობ. ეს იყო ლოგიკური ფინალი და თასის აღებაც. ჩვენი წარსული, ახსოვდეს და დავაფასოთ, ჩვენი სასიკადულო ფეხბურთელები ინახება, რომ ჩვენი საფუძველს უყრის მომავალს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივ ძალისხმევით კიდევ მრავალი 13 მაისს